მამა და ტარიელი, მამა ჩემი და ძია ტარიელი ჯგუფელები იყვნენ და დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და მამას აქვს ჩემთვის მოყოლილი, რომ როდესაც ტარიელი შეყვარებული იყო, ყოველ მეორე დღეს მაშინ ის 12 ფურცლიანი რვეულები რო გავსებული მოქონდა ლექსებითო. თან ლექსი შეიძლება დაწეროდა, რომელღაცა იყოს სუსტი, რომელღაცა შედარებით ნაკლებად ძლიერი, მაგრამ ყველა ლექსი თან მამაჩემს თვლი რომ კარგად ესმის პოეზია და იმიტომ ძალიან კარგად, მაშინაც კარგად ესმოდა შენ. იმას სახშიც კარგად ესმოდა. და ყველა ლექსი იყო ჩვეულებრივი შედევრი. ყოველ დღე მოქონდა ერთი სავსე რვეული ლექსებით საოცარი ლექსებით გატენილია. მე ყოველთვის მე გავურბოდი. მე 30 წელს დავოჯახდი რა. მე ყოველთვის გეშინოდა. დავოჯახების იმიტომ ვაი თუ მოგიწიოს ღალატ მოპოეზიისად. ეს გაშინდა ეს გზარავდა. იმიტომ რომ ჩემთვის ღალატი არის წარმოუდგენელი. ხო და მე მადლობა უფარს რომ მე შემხვდა ესეთი მეუღლე რომელმაც ყველაფერიდან გაგათავისუფლა. შეგიქვნა გარემო როგორც გინდოდა. ეს მარტო რო ცხოვრობა. და არაფრისგან არაფერი მაგარდა ციგნისა და არაფერი არ აღარ დაკავებული. ამას დიდი ლაშქრობა უნდა რომ აგიტანოს ასეთმა ოჯახის უფროსად. კაცი. დაითვალებოდა ოჯახის უფროსად, როცა არაფრისგან გაკეთებული ახლა გადალექცია წერის. ეს შეძლო და ყველაფერი თავის ჯანმრთელობის ხარჯზე შეძლო ყველაფერი გაეკეთებინა. ეს არის ერთგულება რომელიც თავი განცირვა ამება. არც ერთგულებაზე უფრო მაღლა დღეს.